მოგესალმებით. შაბათს 9 საათზე პირველ არხზე თქვენ უყურებთ ვახოს ანაიას რეპორტაჟს. დღევანდელი ჩვენი გადაცემის თემა: რა გავლენას ახდენს კომპიუტერული თამაშები მოზარდზე და არა მარტო მათზე. ხდება თუ არა ბავშვი უფრო აგრესიული, როცა ძალადობის შინაარსის კომპიუტერული ვიდეო ურთიერთობა. შეგვიძლია თუ არა ამას დავარქვათ გართობა, როცა მოზარდი მთელ დღეებს კომპიუტერულ თამაშებს უთმობს. ბევრი მშობელი წუხს და ამბობს, რომ არ იცის, როგორ მოაგვაროს პრობლემა, როგორ დააინტერესოს ბავშვი კომპიუტერის სხვა მნიშვნელოვანი ფუნქციებით, ან როგორ დასვას სამეცადინოდ. კომპიუტერულ თამაშებს ბავშვები 2 წლის ასაკიდან იწყებენ. ყველაზე პოპულარული თამაშები, დამოკიდებულება ამ თამაშებზე, რომელსაც ხშირად სისხლიან გარჩევებამდე მიყავს ადამიანები და რჩევები ფსიქოლოგების მხრიდან მშობლებსა და მოზარდებს. ჩვენი რეპორტაჟის პირველი ნაწილი. ყველაზე პოპულარულია ის თამაშები, სადაც დავალება და მიზანი მოწინააღმდეგის განადგურებაა. რეიტინგებში მსგავს ვიდეოებს კონკურენციას ვერც ერთი სხვა მიმართულების, მათ შორის ვერც ინტელექტუალური თამაშები ვერ უწევს. ნიკოლოზი ჯერ მხოლოდ 4 წლისაა, მაგრამ მან უკვე კომპიუტერის ჩართვაც იცის და მასში კონკრეტული თამაშის მოძებნაც. ნიკოლოს საყვარელი თამაშები და ვიდეოებიც აქვს, მაგრამ მშობლების აკრძალვის გამო კომპიუტერთან ბოლო დროს სულ უფრო მცირე დროს ატარებს. მე ვიცი თამაშები და ხოლმე ვეძახები მანქანებს და ხოლმე არა. კიდევ Facebook-ში კარგად თამაშობ. კიდევ კიდევ მიყვარს GTA კიდევ გონდე კიდევ მიყვარს რაღაცი რა ქვია შეჯიბრების თამაში კონკებზე მანქანებზე თამაში კონკები როა კომპიუტერული თამაშები ბავშვებისა და მოზარდებისთვის დღეს გართობის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა. ბიჭებში საბრძოლო და ავტორალის ტიპის თამაშებია პოპულარული. გოგონები კი ძირითადად ეგრეთ წოდებულ ფლეშ თამაშებით ერთობიან. მე ვთამაშობ Age of Mythology და Call of Duty. ბევრი სისხლი და ეს არის, მაგრამ სახალისო სათამაშოა და სასტრატეგიო. ბავშვების კომპიუტერული თამაშებით ზედმეტი დაინტერესება მშობლების პრობლემაც ხდება. მათ უმრავლესობას უჭირს შვილის კომპიუტერისგან მოწყვეტა და იმის კონტროლი, თუ რამდენ ხანს გაატარებს ბავშვი მონიტორთან. ძალიან ბევრი ინტერნეტ თამაშები არის ხელმისაწვდომი ისეთი, რომლის შინაარსიც არ მომწონს და ვაკონტროლებ ხოლმე, რომ არ ითამაშონ და შემდეგ არ გამოიწვიოს რაღაც ცუდი. არსებობს სხვადასხვა ტიპის კომპიუტერული თამაში, რომელთა დიდი ნაწილი აგრესიაზეა დაფუძნებული და ძალადობის სცენებს შეიცავს. მოთამაშე იღებს დავალებებს, რომელთა შესასრულებლადაც მას ვირტუალური მოწინააღმდეგის განადგურება უწევს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ აგრესიული თამაშებით ზედმეტად გატაცებამ შესაძლოა ბავშვის ნერვული სისტემა დააზიანოს. ზომიერების დაცვის შემთხვევაში საფრთხე ფაქტობრივად არ არსებობს. კომპიუტერული თამაშები ძირითადად დაფუძნებულია ასეთ პრინციპზე, რომ არის რაღაც ამოცანა და რაღაც საშუალებათა კასკადი, რომელიც აი ამოცანას ჭრის. ხო? და ძირითადად აი ასეთი დამოკიდებულება ბავშვს აჩვევს რაღაც ტექნიკურ და მექანიკურ აზროვნებას და აქ რაღაც შემოქმედებით აზროვნებას აფერხებს რაღაც თვალსაზრისით რა. და ამასთანავე გაუთავებელი ჩაცმა არის ესეთ თამაშები, რაც მევენ რაღაც თოჯინებს და ინტერიერებს ცვლიან ხოლმე და რაღაცა თვითახმოვანების და რაღაცა უპირატესობის შეგრძნების განცდის ილუზია უფლებათ ხოლმე ბავშვებს და ასეთ შემთხვევაში ხდება ხოლმე, რომ აი კრიტიკული აზროვნების შეფერხება ხდება, რაღაცა სტერეოტიპული აზროვნების ჩამოყალიბება ხდება. თუ ამ თამაშებს აქ შედეგობრივი მიღწევადი ფინალი, ანუ ან მოიგებს, ან წააგებს, ხომ? ეს უკვე სტიმულია მისთვის შემდგომი განვითარებისთვის, მაგრამ როდესაც კონტინიუმი, ანუ მუდმივაა, მაშინ აზრი არ აქვს ამ თამაშს, არ სრულდება. ფსიქოლოგთა დიდი ნაწილი განსაკუთრებულ პრობლემას იმაში, რომ ბავშვი კომპიუტერული თამაშებით ერთობა ვერ ხედავს.
საფრთხე ჩნდება მაშინ, როცა მოზარდი თამაშზე დამოკიდებული ხდება. ეს მის ხასიათზე მოქმედებს, იწვევს უძილობას, უმადობას და ბოლოს ნევრული სისტემის მოშლას. თამაში იქნება თუ პროცესი არ აქვს მნიშვნელობა. საერთოდ დამოკიდებულება უკვე ნიშნავს იმისოდ მისი ქცევის შეცვლას. ხდებით თუ არა ის მაშინ მას სოციალური ქცევა უკვე აღარ აქვს. აქედან გამომდინარე ისე როგორც ნებისმიერი დამოკიდებულება, გინდა იყოს ტოქსიკომანია, გინდა იყოს ნარკომანია, გინდა იყოს ნებისმიერი ფორმის დამოკიდებულება, რა თქმა უნდა უარყოფითია. უმეტესობა მშობლების ასეთ რამეს ახორციელებს, არის სწავლი, კომპიუტერს ვერ ჩართავ 1 დღე, 2 დღე, 3 დღე. ეს უკვე რასაყალებებს, იცით რომ ეს კომპიუტერი არის ღირებული მისთვის და თამაში ღირებულია მისთვის. აი თუნდაც აი ელემენტარულად ასეთი ჩაწოდებები საკმარისია იმისათვის რომ ბავშვს უფრო მეტად გაუმწვავდეს ლტოლვა აი ამ თამაშებისკენ, იმიტომ რომ ეს მან მოიპოვა დახარჯული შრომით, ანუ სწავლაზე დახარჯული შრომით. მე წავიკითხე ერთ-ერთ ნაშრომში, უცხოურ ამერიკული ნაშრომი იყო, სადაც ბავშვმა სუიციდი, ანუ თავი მოიკლა, სუიციდი დაამთავრა თავისი ცხოვრება, საინტერესოა. ვინაიდან და რადგანაც მან ვერ მოუგო თავის მოწინააღმდეგეს, მან მოუგო მას ვირტუალურმა მოწინააღმდეგო მოუგო და მან ჩათვალა თავი დამარცხებულად და მოიკლა თავი. ანუ ხედავთ, ერთი მხრივ ფსიქოლოგიური ზემოქმედება, მეორე მხრივ ფიზიოლოგიური, ელექტრული, ბიოელექტრული ზემოქმედება, უკვე მარტო ეს ფაქტორი, რომ გავანებოთ კიდევ სხვა ფაქტორებს, ძალიან მავნეც მოქმედებს. ამიტომ კომპიუტერული, თუ კი ეს კომპიუტერული თამაშები ჩვენ სახლში მაინც გვაქვს, ძალიან დოზირებულად უნდა იქნეს ნახმარი ბავშვის მიმართ. პრობლემის გადაჭრისას მთავარ როლს ფსიქოლოგები და ნევროლოგები პირველ რიგში ბავშვის მშობლებს აკისრებენ. მათ უნდა სცადონ, რომ ბავშვი კომპიუტერთან მხოლოდ დოზირებულად მივიდეს. ასევე უნდა აკონტროლონ თუ რა ტიპის თამაშებით ერთობა მათი შვილი. კარგია თუ კომპიუტერთან ყოფნის ნაცვლად ბავშვი უფრო მეტ დროს ეზოში თანატოლებთან გაატარებს და უფრო სოციალური გახდება. დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით კომპიუტერთან ყოფი მოზარდების 99% თანხმდება მშობლის შეთავაზებას მიატოვოს თამაში და ერთად გავიდნენ ეზოში ან ბუნებაში გაისეირნონ. ჩვენი მოზრდილების რიტმი ცხოვრების აბსოლუტურად არ ემთხვევა ბავშვების რიტმს და ვცდილობთ რომ რაც შეიძლება მალე ის თავისუფალი ლაღი ადამიანები გავხადოთ ზუსტად ისეთები როგორც ჩვენ ვართ, ანუ დამოკიდებული რაღაცეებზე. ხომ სამსახური იქნება, ბაღი იქნება, სკოლა იქნება თუ ასე შემდეგ. შესაბამისად, წინააღმდეგობაში მოდის იმ ბავშვის თავისუფალ აზროვნებასთან, ქმედებასთან და სურვილებთან. აქედან გამომდინარე, თუ აუხსნით მშობელს და განუმარტავთ, ეს არის მისი მკურნალობა რეალური, იმიტომ რომ სხვა მედიკამენტური ან სხვა რაიმე მკურნალობა ამ ბავშვს არ ჭირდება, შესაძლებელია ფსიქოთერაპიული კორექცია იყოს საჭირო. ხშირად მშობელი თავად უბიძგებს შვილს, რომ კომპიუტერული თამაშებით გაერთოს. მას შემდეგ კი რაც ბავშვი დამოკიდებული ხდება ვირტუალურ სამყაროზე, პრობლემა განსაკუთრებულად იჩენს თავს. საუბედუროდ, მცირე ასაკიდანვე მშობლების უმეტესობას კომპიუტერი გახდილი აქვს როგორც ელექტრონული ძიძა. იყენებს ძიძის სახით. აჩვევს ბავშვს ამას. ხა, უშუალოდ ესეთი პრაქტიკიდან გამომდინარე, შემიძლია ერთი რაღაც გითხრათ, მოდიან 4-5 წლის ასაკის ბავშვის მშობლები მოყავთ ბავშვი და მშობელი დიდი აღფრთოვანებით ყვება, რომ ბავშვს ყველაფერი შეუძლია კომპიუტერში, ყველაფერს აკეთებს, ყველაფერი კარგად გამოდის. გავა 2 წელი, 2-3 წელი და იგივე მშობელი მოდის, რომ ვერ მოუწყვიდე კომპიუტერს, რა ვქნა, რა უყო, რა მოვახერხო. აქ ერთი რაღაცა იცით, კომპიუტერი დღესდღეობით ჩვეულებრივი ადაპტაციური პროდუქტია უკვე, ეს ჩაჯდა ცხოვრებაში, ხომ? საჭიროა ყოველდღიურობაში, განათლების მხრივაც და სხვა ის კომუნიკაციის მხრივაც ელემენტარულად. ამიტომ ყველაფერში ზომიერება არის ყველაზე მთავარი. რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი ბიოლოგიური ბუნებრივი ბავშვისთვის არის უშუალოდ სეირნობა ბავშვებთან, ურთიერთობა, რაიმე ფიზიკური აქტიურობით გართობა. გამოსავალი მხოლოდ აკრძალვა ვერ იქნება, რადგან ამან შეიძლება უკუ ეფექტი გამოიწვიოს. სპეციალისტებს თამაშისგან გადაჭრევის არც რაიმე კონკრეტული რეცეპტი აქვთ. რაც შეეხება კომპიუტერთან ურთიერთობის აკრძალვა, რა თქმა უნდა, აკრძალვა და ესეთი ბრძოლითი ჩარევა ყოველთვის იწვევს უკუ ეფექტს და უკუ შედეგს. ეს არასოდეს სწორი და გამართლებული არ არის. ვთქვათ, 1 საათი
ერთხელ დღეში ეს არის სასწავლო დღეებში და 1 საათი ორჯერ დღეში, ანუ მათ შორის უნდა იყოს გარკვეული შუალედი დასვენებისა არასასწავლო დღეებში. ხომ? ჩათვალეთ რომ ეს ოპტიმალური ვარიანტია, მე ამას კიდევ შევამცირებდი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ თვითონ კომპიუტერი ფსიქოლოგიურად იმდენად იზიდავს ბავშვს, რომ ის ნაკლებ ხანს ვერ ითამაშებს. ანუ არ შეიძლება თქვენ უთხრათ თქვენ შვილს, რომ მოდი ითამაში 10 წუთი. ეს აბსურდია, იმიტომ რომ 10 წუთი ის ვერ მოასწრებს გახურებას. ანუ თუ კი ის თამაშობს, მას სჭირდება გარკვეული ხანი, 9 საათზე მეტი ხანი. აი ჩემი პასუხი, ჯანმრთელი ბავშვისთვის 1 საათი, ერთხელ ან ორჯერ დღეში, ხოლო ბავშვისთვის, რომელიც იმყოფება ფსიქიატრის ან ნევროლოგის დაკვირვების ქვეშ, სასურველია, რომ ეგ მომენტი საერთოდ არ იყოს. ანუ არ ითამაშოს კომპიუტერული თამაში. ფსიქოლოგები ასევე ურჩევენ მშობლებს, რომ ბავშვებს აგრესიულის ნაცვლად შესთავაზონ შემეცნებითი ხასიათის თამაშები, რომლებიც მათ გონებრივ განვითარებას შეუწყობს ხელს. ძალადობის სცენების ამსახველი თამაშები არა მარტო ბავშვების პრობლემაა. მასზე დამოკიდებული ზრდასრული ადამიანებიც ხდებიან. დამოკიდებულება და მიდრეკილება კომპიუტერული თამაშებისადმი განაპირობებს ამ ინდუსტრიის ბიზნეს წარმატებას. ბევრ ქვეყანაში ტარდება ჩემპიონატები, სადაც ჯილდო ხშირად ასობით $1000 აღწევს. რაც შეეხება საქართველოს, აქ ეს ბიზნესი ჯერ კიდევ ძალიან სუსტია. ამასთან ჩვენს ქვეყანაში თითქმის ყველა თამაში არალიცენზირებულია. კომპიუტერული თამაშების ინდუსტრია სწრაფი ტემპით ვითარდება. აზარტული ადამიანები იმდენად ეჩვევიან თამაშს, რომ მასზე მიჯაჭვული ხდებიან და დროის კონტროლს კარგავენ. თუ ადრე მოთამაშეთა უმრავლესობა მამაკაცი იყო, ახლა კომპიუტერული თამაშები დედრობითი სქესის წარმომადგენლებიც დაინტერესდნენ. მომხმარებელთა 1/3-ს სწორედ ქალები შეადგენენ. სერვერის საერთო მომხმარებელი 150-დან 200 კაცამდე არის. თამაშობენ ძირითადად 10 წლიდან ბავშვები 18 წლამდე, 22 წლამდე, კიდევ უფროსებიც არიან, ვის თამაშობენ, დაახლოებით 30-40 წლის მამაკაცები, ქალბატონების თამაშობენ ხშირ შემთხვევაში. თითქმის ყველა ქვეყანაში თამაშების ქსელში გაშვება და მომხმარებელთა მოზიდვა დიდი შემოსავლის წყარო გახდა. გამონაკლისი ამ მხრივ არც საქართველოა, მაგრამ ცხადია, აქ უფრო ნაკლებ თანხაზეა ლაპარაკი და ბიზნესი ჯერჯერობით სუსტია. წარმატების მოპოვებისა და თამაშების ახალ ტურებში გადასვლისთვის საჭირო საბრძოლო იარაღებში იუზერები ფულს იხდიან. ფულს იხდიდი და ნივთებს ყიდულობდი და ესე მოხდა მე სამწუხარო ფაქტი, რომ გამიტეხეს აკაუნთი და რომ მიმართე ადმინისტრაციას, არანაირი რეაქცია არ მოყოლია ამას. ეს მეთქი ხა ვინმე მგატეხა უბრალოდ მოთამაშემ და არაფერი რეაქცია არ მოყვა ამას და შემდეგ რამდენიმე კვირაში ისევ გამიტეხეს და კიდევ მიმართე ადმინისტრაციას, მაგრამ იქიდანაც არანაირი რეაგირება არ მოყოლია. მე უკვე დავასკვენი, რომ ადმინისტრაცია ტეხავდა ისეთი პაროლები მეყენა, რომ საერთოდ ნებისმიერ მოთამაშეს შანსი არ ქონდა იმის გამოცნობის და გატეხვის. და ესე იგი იმას კიდევ ერთხელ გამიმეორებ, დავასკვენი, რომ პრედატორს ჩემს ხარჯზე უნდა გამდიდრება. მოზარდები და სრულწლოვანი ადამიანები ხშირად იმდენად ებმევიან მსგავსი ტიპის თამაშებში, რომ არაერთხელ საქმე სისხლიან გარჩევებამდე მისულა. საქართველოში ამ ნიადაგზე რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. ზოგიერთ ქვეყანაში კი კომპიუტერული თამაშების გამო მკვლელობაც მომხდარა. სერვერის ფლობელები ამბობენ, რომ მომხმარებელთა ნაკლებობას არ უჩივიან. ონლაინ რეჟიმში თამაშის მოყვარულები ზოგჯერ დაჯგუფებებსაც ქმნიან და ერთმანეთს უპირისპირდებიან. ყველაზე პოპულარული კომპიუტერული თამაში Lineage-ია. საქართველოში გავრცელებულ თამაშებს შორის ლიცენზირებული თითქმის არც ერთი არ არის. ლიცენზიის ყიდვა რამდენიმე $1000 ჯდება. არის საქართველოში გარკვეული სერვერები, რომლებიც მაგალითად აკეთებენ თავიანთ პროექტებს და სურთ, რომ რაღაც ამ პროექტების ხარჯზე გამდიდრდნენ, ფული იშოვონ. უცხოეთში თუ ავიღეთ მაგალითად რუსეთს, საბერძნეთს და ეგეთ ქვეყნებს, ხო? იქ საკმაოდ დიდი თანხები ტრიალებს ონლაინ თამაშების თვითონ ინტერნეტშიც. მსოფლიო მასშტაბით კომპიუტერული თამაშების ინდუსტრია განვითარებულია. ამერიკის შეერთებულ შტატებში კომპიუტერული თამაშები დახვეწილი დიზაინის გამო ხელოვნების ნაწილადაც კი აღიარეს. მაღალი დონის თამაშის შექმნა სოლიდურ თანხებს უკავშირდება. მაგალითად, პირველი კლასის თამაშის ბიუჯეტი დაახლოებით $20 მილიონი.
საქართველოში კომპიუტერული თამაშების ინდუსტრია არ არსებობს ერთ-ერთი მიზეზი საჭირო სახსრების უქონლობაა. ამას გარდა არის კიდევ ერთი ფაქტორი. ჩვენს ქვეყანაში კომპიუტერული თამაშების ბაზარი დაცული არ არის და ფინანსურ მოგებას თამაშის შემქმნელები ვერ მიიღებენ. არსებობენ მხოლოდ ცალკეული ადამიანები, რომლებიც თამაშებს გართობისა და საკუთარი სიამოვნებისთვის ქმნიან. გამიშდა სურვილი შემექმნა თამაში რუსეთ-საქართველოს ომზე და ეს თამაში შეეხებოდა საქართველოს დაპირისპირებას, რუსეთის დაპირისპირებას საქართველოსთან. ამოვიღე საქართველოს თვითმფრინავი, რომელიც ომობდა სულ 24 და რუსეთის სხვადასხვა მძიმე ტექნიკა თუ ჯარისკაცების ფორმები ამოვჭერი სხვადასხვა ფოტომასალიდან და ჩავსვი ჩემს თამაში. სულ შექმნილი მაქვს 6 თამაში, რომლებიც საკმაოდ პოპულარულობით სარგებლობს ინტერნეტ სივრცეში. საქართველოში მოზარდების უმრავლესობა სისტემატიური მოთამაშეა. სამწუხაროდ ინტერნეტ სივრცეში განთავსებული თამაშების არც შინაარსი კონტროლდება და არც მოთამაშეების ასაკი. ყველაზე დიდი მოთხოვნა კი უმეტესად იმ თამაშებზეა, რომელსაც მზაფრი სიუჟეტი აქვს და ძალადობის სცენებს შეიცავს. ჩვენ შევეხეთ ბავშვებისა და კომპიუტერული თამაშების ურთიერთობას. ახლა შედარებით ფართოდ უნდა ვილაპარაკოთ ბავშვების დამოკიდებულებაზე ზოგადად კომპიუტერთან. რისთვის იყენებენ მოზარდები კომპიუტერს ძირითადად საქართველოში ინფორმაციის მისაღებად თუ გასართობად? დღეში რამდენი ხანი უნდა სარგებლობდეს ბავშვი კომპიუტერით, უნდა ჰქონდეს თუ არა წვდომა ყველა ვებგვერდზე და რა მიდგომა აქვს მშობლებს და ბავშვებს ამ საკითხისადმი? ჩვენი რეპორტაჟის მომდევნო ნაწილი. 21 საუკუნეში კომპიუტერის გარეშე ცხოვრება ვეღარავის წარმოუდგენია. უამრავ დადებით მხარესთან ერთად კომპიუტერმა ახალი თავსატეხი გააჩინა. ბავშვები დიდ დროს ატარებენ მონიტორთან. მას მერე რაც კომპიუტერული საუკუნე შემოვიდა ჩვენს ყოფაში, ჩვენ ცხოვრებაში, უპირატესად ის ქვეყნები, სადაც პირველად შემოვიდა კომპიუტერი, მათად ეხეს განგაში თავიდან და შემდეგ ეს მოედო მთელ მსოფლიოს და დღეს ჩვენთან საქართველოში ვინაიდან ჩვენთანაც გავრცელდა საკმაოდ ეს კომპიუტერული ტექნიკა, ცნობილი გახდა, რომ დიდი ხანი კომპიუტერთან ჯდომა მავნეთ მოქმედებს არა მარტო ბავშვის, არამედ მოძრდილის, ახლა ჩვენ ბავშვებზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით ბავშვზე. ტექნოლოგიურ განვითარებას ფეხი აუწყეს სასწავლო დაწესებულებებმა. შეიცვალა სწავლების მეთოდები, ბავშვებს ხშირად საშინაო დავალების მომზადება კომპიუტერის დახმარებით უწევთ. ასეთი ტიპის დავალება მათთვის არც უცხოა და არც რთულად შესასრულებელი, რადგან კომპიუტერის მოხმარებას ადრეული ასაკიდან ეჩვევიან. ადრე 2 წლინახევრის რო ვიყავი, არაფერი არ ვიცოდი, ყველაფერს მირთავდნენ მშობლები და მე 5-4 წლის რო გავხდი, თვითონ დავიწყე ჩართო და არის ისეთი შემთხვევები, როდესაც სკოლიდან მაძლევენ დავალებას და ინტერნეტში ვეძებ რაცაც დამოვალებენ. ინტერნეტ ქსელის განუსაზღვრელი შესაძლებლობების გამო ბავშვებს დიდი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ. სპეციალისტები ამბობენ, რომ ბავშვს შეუძლია ადრეული ასაკიდანვე ჰქონდეს ურთიერთობა კომპიუტერთან, ისწავლოს მისი საშუალებით და ეს გონებრივ განვითარებას უწყობს ხელს. მთავარია კომპიუტერი სწორად გამოიყენონ. ბავშვების უმრავლესობას კომპიუტერის მიმართ ინტერესი ადრეული ასაკიდან უჩნდება. მშობლები და მასწავლებლები მოზარდს უნდა უხსნიდნენ კომპიუტერის სწორ დანიშნულებას, რომ ის გამოიყენონ დავალებების შესასრულებლად და ინფორმაციის მისაღებად. ხოლო გართობას შედარებით ნაკლები დრო უნდა დაუთმონ. უფროსები ხშირად ჯდებოდნენ და ძალიან ბევრი ისტორიას ნახულობდნენ კომპიუტერში და ბევრ ინფორმაციას. მე ჩვენც ვფიქრეთ, რომ ჩვენს გამოგვადგებოდა ეს რაღაცა სწავლაშიც და ყველაფერში და ჩვენც დავჯექეთ კომპიუტერზე. დავჯექეთ კომპიუტერთან 5 წლის ვიყავი, ყველაფერი რო ვიცოდი და საიტებში შევდიოდი. მე 4 წლის ვიყავი, როცა დავიწყე კომპიუტერთან ყველაფერი სწავლა. გარდა თამაშისა და სასკოლო დავალებების შესრულებისა, მოზარდები სოციალურ ქსელებში ეკონტაქტებიან მეგობრებს. წესით მსგავს ვებგვერდებზე გარკვეულ ასაკამდე არ შეიძლება დარეგისტრირება, მაგრამ მოზარდები გაწევრიანებას უპრობლემოდ ახერხებენ, რადგან კონტროლის ფაქტობრივად არანაირი მექანიზმი არ არსებობს. კომპიუტერს ვიყენებ იმისთვის, მეგობრებს ვიცნობ და ველაპარაკები და როცა
ენატრება კლასელები, ველაპარაკები. შემდეგ თამაშებს ვთამაშობ. ხანდახან ბარბები მომწონს და ხანდახან ბიჭების თამაშები. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ კომპიუტერისა და ბავშვის ურთიერთობა მშობელმა უნდა გააკონტროლოს. დაინტერესდნენ, რას კითხულობს, რა გვერდებით სარგებლობს და რამდენ ხანს არის კომპიუტერთან მოზარდი. თუ არ დაუშალე, საერთოდ არ აქვს დროის შეგრძნება თუ როგორ გადის დრო, თუ დაუშვი, ადგებიან. თუმცა ხდება ხოლმე ხანდახან კამათისკენ გვხდება, რო ადგნენ და მოშორდნენ კომპიუტერს. ჯანმრთელობისთვის არ არის სასარგებლო ვიცი, თან თვალების პრობლემაც აქვს ბავშვს. და აქედან გამომდინარე ვცდილობ, რომ რაც შეიძლება ნაკლები დრო დაუთმო კომპიუტერს. მშობლისათვის ძალიან ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, კომფორტული მდგომარეობა, როდესაც ბავშვი ქუჩაში არ არის და სახლში ის აკონტროლებს. მაგრამ ბავშვის სახლში ჯდომა არ შეიძლება რაღაცას მიუაჯაჭოთ, ერთ კუთხეში დავსვათ, სულ ტელევიზორს ვაყურებინოთ, ან და ვერ სულ წიგნის ჩიჩინს დავაძალებთ, ხო, სულ წიგნი იკითხოს. ერთ ამას დავაძალებთ. ამიტომ გამოსავალი ხშირ შემთხვევაში ბევრ მშობელთან და ბევრ მშობელს ამაზე ცოტა მოგვიანებით, ასე ვთქვათ, უარყოფითად შეუფასებია თავიანთი ეს აქციელი, რომ შვილებს კომპიუტერთან დასვავენ და ამით არიდებენ, ასე ვთქვათ, მეტი თვალთახედის არეალიდან გასვლას. არის შემთხვევები, როცა ბავშვი მონიტორთან მთელ დღეს ატარებს. კომპიუტერის ასეთმა გამოყენებამ შესაძლოა მხედველობის დაზიანება გამოიწვიოს. აქ არ შეიძლება იყოს საუბარი მხოლოდ გამოსხივებაზე. უბრალოდ ბავშვი არ შეიძლება ერთ საგანზე იყოს კონცენტრირებული რამდენიმე საათის განმავლობაში. იქნება ეს კომპიუტერი თუ კიდევ სხვა რომელიმე ნივთი. ძირითადი გართულება, რომელსაც იწვევს ბავშვებში კომპიუტერთან ურთიერთობა, არის მიოპია, ანუ ახლომხედველობა. ახლომხედველობა გამოწვეული არის მხედველობის ხანგრძლივი დატვირთვით ახლო მანძილზე. უნდა დავიცვათ ელემენტარული ჰიგიენური ნორმები. ბავშვის თვალები და ეკრანი უნდა იმყოფებოდნენ დისტანციაზე 50 სანტიმეტრს. ანუ სწორედ რო ვთქვათ, ეს მანძილი არ უნდა იყოს 50 სანტიმეტრზე ნაკლები. მეორე, იმ ოთახში, სადაც დგას კომპიუტერი, უნდა იყოს განათება. კომპიუტერის ეკრანს არ უნდა ეცემოდეს ფანჯრიდან შემოსული სინათლე. და ერთ-ერთი უმთავრესი პირობა ჰიგიენური, ეს არის ის, რომ ყოველ ნახევარ საათში ბავშვმა უნდა გააკეთოს შესვენება. ხერხემლის დაზიანების თავიდან ასაცილებლად არსებობს რამდენიმე წესი, რომლის დაცვა აუცილებელია. ბავშვი უნდა იჯდეს გამართული, მუხლის უკანა ნაწილს არ უნდა აწვებოდეს სკამის კიდე, ფეხები კი იატაკზე უნდა ეწყოს. მშობლების უმრავლესობას უჭირს ბავშვებისთვის კომპიუტერის მოხმარების ლიმიტის დაწესება. პრობლემის აქტუალობას ისიც ადასტურებს, რომ ფორუმებსა და სხვა საიტზე არაერთ პოსტს შეხვდებით. მშობლები წერენ იმის შესახებ, რომ ვერ ახერხებენ შვილების დამორჩილებას. კომპიუტერთან ჯდომის აკრძალვის შემთხვევაში მათგან ხშირად აგრესიას იღებენ. ძირითადად შეკითხვები შემოდის, რამდენად კარგია ბავშვისთვის ხანგრძლივად კომპიუტერთან ჯდომა. თქვათ, იგივე თამაშები ეს რას აძლევს ზოგადად ბავშვი. ხშირად მშობლებმა არც იციან, რომ არსებობს საიტები, ანუ კომპიუტერი შეიძლება მეორე მხარე დაინახო და მეორე მხრივ გამოიყენო, ხო, რომ გამოიყენო შენი შვილის განვითარებისთვის და არა იმისთვის, რომ მან რაღაცა გარკვეული დრო მოკლას და ამ სოციალურ ქსელებს და სურათები განათავსოს და ლაიქები ახატოს ზევიდან. აღარავინ დაობს იმაზე, რომ კომპიუტერი დიდი ტექნოლოგიური მიღწევაა. სწორად მოხმარების შემთხვევაში კომპიუტერი ბავშვებისთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. და ჩვენ განვაგრძობთ ჩვენს გადაცემას კომპიუტერულ თამაშებსა და მოზარდებზე და განვაგრძობთ ამჯერად ჩვენ სტუმრებთან ერთად. წარმოგიდგენთ მათ მაია ცირამოა, ფსიქოლოგი. დიდი მადლობა გადაცემაში მობრძანებისთვის და გიორგი თოფურია, კომპიუტერული თამაშების სერვერის JO Gamers-ის მფლობელი. მოგესალმებით. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ დღევანდელი გადაცემის სტუმარი. პირველი შეკითხვა ქალბატონ მაიამ ექნება თქვენთან. ეს თამაშები, რომელიც შეიცავს აგრესიულ სცენებს, რომელიც ასე ვთქვათ, ძალადობის სცენებს შეიცავს, ჩვენი რესპონდენტების აზრი შეიძლება ითქვას გაიყო ორ ნაწილად. ზოგი ამბობს, რომ ეს არ არის ცუდი, მეორე ნაწილი ამბობს, რომ ეს არის ცუდი. თქვენ რას ფიქრობთ, თქვენი აზრით, უარყოფით გავლენას ახდენს თუ არა მოზარდზე ასეთი თამაშები?
დიახ, მე ცოტა შორიდან დავიწყებ თუ შეიძლება და ვიტყოდი, რომ კიბერდამოკიდებულება განიხილება უკვე დღეს როგორც ადიქციური ქცევის ერთ-ერთი გამოვლინება და ის ჩადგა იმ ქცევების რიგში, როგორც არის ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, აზარტული თამაშები, დრომომანია და ასე შემდეგ. და ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ბავშვი მოზარდი ხდება კიბერდამოკიდებული, რა თქმა უნდა, პირველ რიგში უნდა ვიფიქროთ მიზეზებზე, რატომ ხდება ის კიბერდამოკიდებული, რატომ ეძებს ის რეალობის ჩანაცვლებას, დაუშვათ ვირტუალურ სივრცეში. ჩვენ ვერ ვიტყვით ერთმნიშვნელოვნად, რომ დაუშვათ ესეთი აგრესიული ტიპის თამაშები ახდენს უარყოფით გავლენას. აი მაგალითად მოზარდობის ასაკში შეიძლება ამან რაღაც ესე ვთქვათ კათარზისული ფუნქციაც კი მიიღოს. გააჩნია დოზას და გააჩნია იმ დროს, რა დროსაც ბავშვი ან მოზარდი ატარებს კომპიუტერთან. თუ კი მთელი მისი ცხოვრება, მთელი მისი რეალური ცხოვრება არის ჩანაცვლებული მთლიანად, ის უარს ამბობს თავის თანატოლებთან ურთიერთობაზე, თამაშზე. აი გუშინ მე ვსაუბრობდი ჩემს ახალგაზრდა კოლეგებთან ერთად, რომლებიც გამიზიარეს თავიანთი დაკვირვების შესახებ და მითხრეს, რომ აი ჩვენ ვხედავთ, რომ ბავშვები ეზოში აღარ თამაშობენ. გაქრა ეს თამაშები სადღაც. ანუ სხედან კომპიუტერთან სახლში. და თუ ეზოში იკრიბებიან, ისევ უჭირავთ ხელში ასევე, ასე ვთქვათ, ან iPod-ი, ან ტელეფონი და ასე შემდეგ. ანუ ეს რაღაცნაირად მართლაც დამაფიქრებელი მოვლენა. ან ბავშვები თამაშობენ რაღაც გარკვეულ ტრამულ თამაშებს, რომელიც ესე დამახასიათებელია, ასე ვთქვათ, ჩვენი რეალობისთვის. აქედან გამომდინარე, ესე იგი, ჩვენ უნდა დავიწყოთ ფიქრი პირველ რიგში იმაზე, აი რატომ იზიდავს ბავშვს ასე კომპიუტერი. პირველ რიგში ალბათ იზიდავს, იმიტომ რომ როდესაც ადამიანს აქვს არარეალიზებულობის განცდა, წარუმატებლობის შიში, ეს არის სივრცე, რომელიც ჩვენ გაძლევს იმის საშუალებას, რომ აი ერთხელ ვერ გადალახე, აი მეორეთად შეგიძლია, ანუ გაქვს მეორეცდის, ასე ვთქვათ, საშუალება. აქ წარუმატებლობა ვირტუალურ სივრცეში არ შეიძლება იყოს ისეთივე დრამატული, როგორც რეალურად შეიძლება ეს ადამიანმა განიცადოს. და კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, მაუსი და ყველა ეს აქსესუარი, რომლითაც ბავშვი ასე ვთქვათ ურთიერთობს ამ ვირტუალურ სივრცესთან, არის აბსოლუტურად მის ხელში. ანუ ის მას არ აკრიტიკებს, ის მას არ აკონტროლებს მშობლებისგან განსხვავებით. ანუ ეს გახდა რაღაცნაირად როგორ გითხრათ, მიმზიდველი სამყარო ბავშვებისთვის და ყველაზე მთავარი მიზეზი აქ არის ის, რომ ბავშვებს აკლიათ ემოციური კონტაქტები საკუთარ მშობლებთან, აკლიათ კომუნიკაცია და მე ვიტყოდი, რომ ყოფილა ესეთი ფაქტის შემსწრე, რომ ბავშვს ყავდა კიბერძიძა, აი თუ შეიძლება ესეთი ტერმინი ვიხმაროთ, ესე იგი, მშობელი ძალიან მშვიდად არის, წყნარად არის, იმიტომ რომ ბავშვი ზის სახლში, ზის კომპიუტერთან, ის არ ბრაზობს, კედლებზე არ გადის, ასე ვთქვათ, არ არის ესეთი ჰიპერაქტიული და წყნარად ზის კომპიუტერთან და მშობელი ამით კმაყოფილია და ამ დროს ეს ყველაფერი, რაც მას შეიძლება რეალურ ცხოვრებაში ქონდეს, მთლიანად გადატანილია ამ ვირტუალურ სივრცეში. თანამედროვე ბავშვები არიან ძალიან მარტოები და ძალიან მიტოვებულები. გასაგები, ამაზე მე ქალბატონ მაია კიდევ მაქვს შეკითხვები, მანამდე გიორგის მინდა ვკითხო, ის არის ფლობელი ერთ-ერთი ასეთი სერვერის და მინდა ვკითხო, რატომ გადაწყვიტა, რომ ეს სერვერი შეექმნა. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ჩვენი მთავარი მიზანი არ არის ფულის შოვნა. დღესდღეობით რაც სერვერები იხსნება საქართველოში, ყველას მიზანია რაღაც გამდიდრდეს და იშოვოს დიდი ფული, რაც შემდგომში აისახება იმას, რომ ანუ იმ მოთამაშეებს, მომხმარებელს არის საკმაოდ უარყოფითი ზეგავლენა, ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომ მეტი გადაიხაროს, მეტი იყიდოს. ახალგაზრდები რატო დაინტერესებული ამ თემით და რატო განიცდიან უარყოფით ზეგავლენას შემდგომ. პირველ რიგში ეს თემა არის ერთ რთული, რომ კომუნიკაცია, რატო ეზოში არ ჩადიან ახალგაზრდები, იმიტომ რომ კომუნიკაციას დღეს უწulis ახალგაზრდებს Facebook-ი. ძალიან მარტივად შემიძლია ნებისმიერ ადამიანს დავიკონტაქტო. ასევე თამაში კომუნიკაციას ახალისებულია და მათ პირიქით თავის თელი წრეუნ ვითარდება, ანუ ამ წრეს მერე ვეღარ ტოვებენ ესენი და არიან უფრო დამოკიდებულები ამ თამაშზე. ასევე არის მეორე თემა, რომ ანუ ეს ანონიმურობა, რომ მაინც უფრო გახსნილები არიან, იმიტომ რომ არ ხდება, ხო, იქნები ვინც გინდა.
ამიტომაც უფრო გახსნილები არიან ახალგაზრდები და უფრო ხელშეწყობა აქვს ამ ფრივაც და სწორედაც ის რომ ანუ ამაზე გაჩნია ამას ვინ როგორ გამოიყენებს ასევე ძალიან დიდი საფრთხეა ამაზე. ანუ ეს ამ ფსიქოლოგიურ მომენტებს ამ თამაშების შემქმნელები და სერვერების მფლობელები ძალიან კარგად იცნობენ, ხო? და ანუ გამოდის რომ ძალიან ადვილია მუზარდი გახადო კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებული. დიახ, რა თქმა უნდა, ამაზე არის მთელი რეიტების სისტემა, ასევე აწყობილი, ჩვენ გვაქვს მაქსიმალურად გამარტივებული ის რომ აქვს ადამიანმა თუ თამაშობ, მარტივად იშოვო ყველაფერი და ესე იგი რეიტების სისტემა არის ეს რომ მაგალითად თუ თამაშობ ერთი კვირა. მე ერთი კვირის განმავლობაში ჩემ რაღაც გმირს ისევ ზრდი, ვაზლიერებ, რომ ესე იგი მე მიჭირს ამის მიტოვება. უკვე ერთ თვეში მე არა მარტო ჩემ გმირზე მაქვს ძალიან დიდი დრო დახარჯული, ასევე თუგინ კომუნიკაციაზე ჩემი წრე მაქვს გაკეთებული, შექმნილი, რომელსაც ვერ ვტოვებ. შემდგომ უკვე შემოდის დონატ სისტემა, სადაც მაგალითად განათებული იარაღი. რაც საკმაოდ ცუდად მოქმედებს ახალგაზრდაზე, იმიტომ რომ თუ მოთამაშეს კლავს მეორე მოთამაშე, რომელსაც აქვს განათებული იარაღი, ის უყურებს რომ ეს მოკდა განათებული იარაღით. ამ განათებული იარაღში მეორე მოთამაშეს აქვს ფული გადახდილი. ანუ ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური ზეწოლაა, რომ მეც გადავიხადო ფული და მეც ვიყიდო ეს განათებული იარაღი. რა თანხებზეა დაახლოებით ლაპარაკი, რომელსაც მოთამაშეები ხარჯავენ ამ თამაშში? ეს სხვადასხვა თანხებია, აი რო არ დაგიმოვოთ, აი ბევრ სასაცილოდაც ჩვენება, მე თავიდან რო გავიგე ამაზე არც დავიჯერე 10,000-ობით ლარია გადახდილი რამოდენიმე ადამიანს, ვინც მე ვიცი თამაში და ესე ადამიანები ყიდულობენ ინტენსიურად ამ ნივთებს და შემდგომ ამას რო უყურებს სხვა ადამიანი, მაგალითად მე ვიცი რამოდენიმე ახალგაზრდა, რომელიც მუშაობს 450 ლარზე და 150 ლარი ყოველ თვის ხელფასთან აქვს გადადებული თამაშიდან. თავის გადადებული აქვს უკვე ყველაფერი. სწორედაც ეს რომ სხვები ყიდულობენ ამ დიდი რაოდენობით ამ ნივთებს, ანუ ეს მათ ხდის უფრო ძლიერ სხვა მოთამაშეებთან შედარებით და სხვა მოთამაშეები უფრო ანუ უფრო გავლენის ქვეშ არიან, რომ მეც უნდა ვიყიდო, რომ იმას დავეციო. ანუ სწორედაც თავიანი მიზანი ის იყო, რომ ანუ ჩვენ შეგვეზღუდა დონატ სისტემა და ასევე გადაგვეყვანა მოთამაშე რეალურ სამყაროში. ჩვენ სერვერის ან მიღებული თანხა, რაც ასევე რაღაც მინიმუმდე დაწეული დონატით არის მიღებული შემოსავლით, ასევე ხმარდება მოთამაშეებს. ჩვენ ამ თანხით ვაპირებთ გავაკეთოთ სხვადასხვა ღონისძიებები, მაგალითად, ეს იქნება კარტინგების ჩემპიონატი, ეს იქნება ფეხბურთის ჩემპიონატი თუ სხვადასხვა სპორტული ჩემპიონატები, მაგალითად, ჯანსაღი ცხოვრების ახალისების მიზნით, რომ გავუკეთოთ ამ ახალგაზრდებს და რაღაც ოდნავ მოვწყვიტოთ თან ვირტუალურ სამყაროს, თუმცა იმასაც ვერ გავექცევით, რომ ვირტუალურ სამყაროს ბოლომდე მოვწყვიტოთ. გასაგებია, ქალბატონ მაია, ჩვენ ვისაუბრეთ შემთხვევაზე, როცა მოზარდები მუდმივად ხედან კომპიუტერთან და მთელი დღეები არ გამოდიან სახლიდან, მაგრამ მე მინდა ვისაუბროთ ახლა ასევე შევეხოთ საკითხს, როდესაც გამოდიან გარეთ, ეკონტაქტებიან ერთმანეთს და არის მოსაზრება, რომ ეს მთელი აგრესია, რაც თამაშებიდან მოდის, გადმოაქვთ რეალურ ცხოვრებაში. ეს ნამდვილად თუ ხდება ასე და რა სიმპტომებია ხოლმე, როგორ ხვდებით, რომ მათ ის თამაშები გადმოიტანეს და დაანერგეს რეალურ ცხოვრებაში. იმ ზუსტად მსგავს ქცევებს აქვს ადგილი რეალურ ცხოვრებაშიც? იცით, ახლა როდესაც ამ შეკითხვას მისვამდით, გამახსენდა განსეტის ფილმი სპილო. სადაც ზუსტად აი ეს პრობლემატიკაა წამოჭრილი, აი როგორ იშლება ზღვარი რეალურ და ვირტუალურ სამყაროს შორის, ბიჭი ზის კომპიუტერთან, ასევე ესე ვთქვათ, ესეთ აგრესიულ თამაშს თამაშობს, ხელში უჭირავს იარაღი, იღებს იარაღს რეალურ ცხოვრებაში, მიდის სკოლაში და დახოცავს იქ აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანებს, აბსოლუტურად გაუცნობიერებლად. და იქ არის ერთი კადრი ამ ბიჭის ურთიერთობისა თავის დედასთან, რომელიც აბსოლუტურად დაცლილია ყოველგვარი ემოციისგან და ძალიან კარგად ჩანს, როგორი მარტოსულია ეს ბავშვი. ანუ მართლაც დგანან მოზარდები აი ამ საფრთხის წინაშე, რომ და რეალურადაც ესე ხდება, რომ გადმოდის ეს ასე ვთქვათ, იქ განცდილი, იქ რაღაც მომენტებში აქვს ამას კათარსისული ფუნქცია, მაგრამ რაღაც მომენტში ეს ასე ვთქვათ აზარტი გრძელდება მერე ქუჩაშიც, თავის თანატოლებთან ურთიერთობაშიც და ამან შეიძლება დანაშაულობამდეც კი მიიყვანოს მოზარდი. აი მე ორივეს მინდა გკითხოთ, იმიტომ რომ არ ვიცი ნამდვილად. აი ეკრანზეც გადის ჩვენთან ეს თამაში, როდესაც მსგავსი თამაშები იქმნება, მონაწილეობენ თუ არა ამ თამაშების შექმნის პროცესში ფსიქოლოგები, იმიტომ რომ ყველაფერი რაღაც სიუჟეტს ეფუძნება, რაღაც ამბავია. არ ვიცი მონაწილეობენ თუ არა, გიორგი ალბათ უკეთ იცით და უნდა მონაწილეობდნენ თუ არა, ამას კითხავთ ქალბატონ მაია თქვენ.
ამაში რა თქმა უნდა მონაწილეობენ ფსიქოლოგები, მაგრამ საქართველოში ხშირ შემთხვევაში მონაწილეობენ ფსიქოლოგები იმ განხრით, რომ თუ როგორ შეიძლება მეტი ფული ვიშოვოთ, ანუ ესა თავარი იდეოლოგია. მაგრამ რა თქმა უნდა, ესეთ თამაშების შექმნაში მაქსიმალურად მონაწილეობენ ფსიქოლოგები, ვინაიდან თამაშებში არის ძალიან დიდი violence, ანუ ეს არის ძალადობა, ესე იგი, რის გამოც ადამიანს შეუძლია მარტივად შეიძლება აიღო მაგალითად თუ გინდა ეხ გადის ეკრანზე იარაღი და დახოცო, თქვენ როგორც თქვით, რაღაც შენი კლასელების სიტყვაზე, რომელიც უყურებთ ყოველ დღე, ხო, თამაში. სწორედ ამაში აუცილებელია მონაწილეობდნენ ფსიქოლოგები და მონაწილეობენ მაქსიმალურად, მაგრამ ამაზე ძალიან მაინც არსებობს პრეცედენტები, არის რუსეთში მაგალითად ისე Lineage-ის სფეროში დაუბრუნდები, რომელიც ჩვენ სერვერი გვაქვს, იყო ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი ჯგუფის ლიდერმა მოკლა მეორე ჯგუფის ლიდერი შეხვედრისას და ასევე გვაქვს პრეცედენტები იმაზე, რომ ყველობები ძალიან ხშირად და კრიმინალური გარჩევები საქართველოს შეჯიბრებით მხოლოდ და მხოლოდ დაჭერებამდეა და საბედნიეროდ შეჯიბრებით არ არის მსხვერპლი, სხვანაირი. არის ის, რომ ესე იგი რაღაც შავი ბაზარი არსებობს ასევე თამაშის, სადაც ამას ფსიქოლოგი ვერ გააკონტროლებს, ასე ვთქვათ, ეს შავი ბაზარი, სადაც ხდება საუბარი, რომ აი მაგალითად დონატი არის საიტზე, სერვერზე 250 ლარად იყიდება რაღაც ნივთი, შენ მოგცემ 200 ლარად. და შემდგომ უკვე რო არ არსებობს ამის თემა, აი სხვაზე შენ მომეცინით და მე გადმოგირიცხო ფულს, შენ შემთხვევაში ადამიანი აძლევს ფულს, მაგრამ ბოდიში ნივთს, მაგრამ ფულს არ თანხის მითვისებას აქვს. მითვისებას და საქართველოში ეგეთი პრეცედენტები იყო, რომ შემდგომ მიდიან ადმინისტრაციასთან და ადმინისტრაცია ეუნება, რაც დაუშვებელია იმ ადამიანის სახელს და გვარს ან IP მისამართს. ანუ აბსოლუტურად ირღვევა ყველანაირი, ანუ თუ კი კანონმდებლობით წესრიგდება, ეს დარღვეულია. საქართველოში ყოფილა ძალიან ბევრი კრიმინალური გარჩევა ამ თემაზე. მე ახლობელიც ყავდა, რომელიც სახლებში ადგებიან, ესე ვთქვათ, ადამიანებს უკვე, იმიტომ რომ თვითონ ადმინისტრაცია ეუნება მისამართს, რაც დაუშვებელია ასევე. რაც მიყავს ასევე კრიმინალურ გარჩევამდე და სხვაებზე და ანუ სხვაებლამდე. ასე ვთქვათ. გასაგებია. უნდა მონაწილეობდნენ თუ არა ფსიქოლოგები რა დოზით და როგორ? მე იმედს ვიტოვებ, რომ ასეთი თამაშების შექმნაში მონაწილეობენ ადამიანები, რომლებმაც კარგად იციან ბავშვის და მოზარდის ფსიქოლოგია, მაგრამ არ არიან ფსიქოლოგები პროფესიით, იმიტომ რომ ეს ყველანაირად ეწინააღმდეგება პროფესიულ ეთიკას. კი, დაუშვათ იქ ყველა ნიუანსია გათვალისწინებული, გათვლილი, იმაზე როგორ გაგხადოს მიჯაჭვული ამ გიორგი მახწერა, რომ კრიმინალურ გარჩევებამდე მიდის საქმე. როგორ შეიძლება ადამიანი ასეთი დამოკიდებული გახდეს თამაშზე გალბატონო? მეცაც გეტყვით, ზუსტად არ მახსენდება რომელ ქვეყანაში წყვილს შვილი გარდაეცვალა შიმშილით. და მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ვირტუალურ თამაში იყვნენ ჩართულები და ვირტუალურ სამყაროში ზრდიდნენ საკუთარ შვილს. ანუ მოხდა აბსოლუტური აღრევა რეალურ და ვირტუალურ შვილს შორის. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ ადამიანი გახდეს ასეთი დამოკიდებული, მაგრამ ჩვენ ალბათ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ როგორ არ გახდეს ის, აი მიზეზებზე, რატომ ხდება ის ესეთი დამოკიდებული ვირტუალურ სამყაროზე, იმიტომ რომ არ ვიცი, ბავშვებს, მოზარდებს არა აქვთ მაინც და მაინც უფრო მომხიბვლელია ცხოვრება იქ, ვირტუალურ სამყაროში, ვიდრე გარეთ და ძალიან კარგი ინიციატივაა, როდესაც თქვენ ცდილობთ, რომ ეს ჩაანაცვლოთ სხვადასხვა ტიპის სპორტული აქტივობებით და ასე შემდეგ. ანუ ეგეთი პრეცედენტიც იყო, რომ დედამ შვილი მოკლა, იმიტომ რომ შვილმა ამერიკაში არაცალა შვილმა რაღაც მოსავლოს აღება, რაღაც თამაში Facebook-ია ფარმილი, ეგეთი თამაში, მოსავლოს აღება არაცალა და ამის გამო დედამ ნერვიული სტრესი, რაღაც გამოვლინები ჰქონდა და ამის ნიადაგზე მოკლა ბავშვი, თავის საკუთარი შვილი. აი აგრესიული სცენების შემცველ თამაშებს უფრო მეტი პოპულარობა აქვს. ალტერნატივა თუ არის რაღაც თამაშების, რომელიც არ არის აგრესიული სცენებით დატვირთული, მაგრამ ისიც პოპულარულია ასევე და უწევს კონკურენციას. ესეთი არა, იმიტომ რომ უფრო ნაკლები პოპულარობით სარგებლობს მომხმარებელს. რაღაც გონებრივ უფრო მეტ დაძაბულობას მოითხოვს რაღაცების, ისეთი რაღაცების კეთებას, რაც ავითარებს, ასე არის ისეთი რამე, IQ თამაშები ეგეთი არის Facebook-ზე მაგალითად, მაგრამ ესენი მაინც ბროუზერ თამაშებია და დიდ პოპულარობას ვერ პოვებს. არის ესეთი თამაში ასევე, რომელიც არ არის ონლაინ თამაში. ეს არის ჩვეულებრივ Sims თქვია, სადაც პერსონაჟი ყავს ზრდი რაღაც, მაგრამ მალე ბეზრდება, ასე ვთქვათ, მომხმარებელს მალე ბეზრდება და ეს ვერ ბადებს იმას, რომ იყოს დამოკიდებული ადამიანი ამ თამაშს. მაგალითად, რო თამაშობ რაღაც კვლევობები, ძალიან მარტივი მაგალითი ავიღოთ,
შენ კლავ ვიღაცას და შემდგომ იმ ადამიანს უჩნდება სურვილი შენ მოკლას ამის გამო ის ათევს ღამეებს და შენ კლავს შემდგომ და გერევა ასე ვთქვათ. აი ეს მომრეობის თემა რო არა, შეჯიბრობითობის თემა უფრო ნაკლებია, ამიტომაც უფრო ნაკლებად არის დაინტერესებული. ალბათ შესაძლებელია შეიქმნას ისეთი ინტელექტუალური თამაშები შეჯიბრებითობა. სადაც და პოპულარიზაციაც ერთ-ერთი გზა ალბათ რომლითაც შეიძლება ჩვენ დაუპირისპირდეთ დაუშვათ აი ესეთი ტიპის თამაშებს არის სწორედ ესეთი ინტელექტუალური განმავითარებელი თამაშების. ეს უნდა გახდეს რაღაცნაირად პრიორიტეტული საზოგადოებისთვის და მთლიანად ამ სისტემისთვის, იმიტომ რომ თუ კი ჩვენ ვხედავთ რომ რაღაც სავალალო შედეგებამდე მივდივართ, მართალია დღესდღეობით დიდი ქალაქები არის ასე ვთქვათ უფრო კომპიუტერით და ინტერნეტით უზრუნველყოფილი და შეიძლება მაღალმთიან სოფლებში ბავშვებს არ აქვს საბედნიეროდ ამის საშუალება, მაგრამ ნელ-ნელა ასე ვთქვათ ვითარდება სამყარო და იქაც შეაღწევს და აღმოჩნდება რომ ჩვენ ყველანი რაღაცა ერთ დიდ ვირტუალურ თამაში ვარ ჩართულები და ამიტომ მე მგონია რომ ამას შეიძლება ჩვენ სწორედ ამ გზით დაუპირისპირდეთ რომ სწორედ ესეთი თამაშების თუნდაც იგივე ინტერნეტ სივრცეში აი ამის პოპულარიზაცია გავაკეთოთ. აი მაგალითად მე ვერ ვეტყოდი მშობელს რომ შენ გამოურთე შვილს კომპიუტერი ან დაუწესე რაღაც 10 ან 15 ეს არის პრაქტიკულად შეუძლებელი. მე პირიქით ვეტყოდი რომ შესთავაზე მას რაიმე საინტერესო თამაში რომ მან ელემენტარულად მოახდინოს მაგრამ მშობლები ზუსტად ამაზეც უხან რომ არაფერი ამ შემთხვევაში არ ჭრის. როდესაც ბავშვი ზის და თამაშობს, ძალიან ძნელია მისი კომპიუტერიდან მოშორება. აი ამ შემთხვევაში რა უნდა მოიმოქმედოს მშობელმა? ყველაზე ხშირად აი მსგავს საიტებზე, სადაც ფსიქოლოგები თქვათ რჩევებს აძლევენ, ყველაზე ხშირად მშობლები სვამენ ამ შეკითხვას, რომ ბავშვები მუდმივად ჩემი შვილების ხედან კომპიუტერთან და როგორ მოვიქცე მე მშობელი, როგორ ავაყენო, დაუბრუნო სამეცადინო მაგიდას, ან რაღაც სხვა რამეზე გადავთო. ვიცით რა არის პირველ რიგში ალბათ მშობლებისთვის ერთი მესიჯი იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი რომ მოდით დავფიქსდეთ იმაზე რატომ მიდიან ბავშვები აქამდე რატომ მიდიან ეს არის ძალიან აქტუალური და ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვა მეორეც ვიფიქროთ იმაზე რომ აი რას ვთავაზობთ ჩვენ მათ რეალურ სამყაროში გაცილებით უფრო მომხიბლოს გაცილებით უფრო საინტერესოს ვიდრე რასაც ისინი ხედავენ, ხო? Რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული იქნება, მაგრამ ავდგეთ და გამორთოთ კომპიუტერი, ეს არ არის გამოსავალი აქედან და ჩვენ უნდა ელემენტარულად ვიფიქროთ საერთოდაც პრევენციაზე, ამ ყველაფრის პრევენციაზე და მე მგონი პრევენციის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, თუ კი ჩვენ გავმიჯნავთ აი ამ ორ ცნებას არსებობს მოხმარება და ავად მოხმარება, ხო? აუცილებელია დღეს თანამედროვე მოზარდი ბავშვი და ზოგადად ადამიანი იყოს მომხმარებელი ინტერნეტ სივრცის და ამ ვირტუალურ სამყაროში აქტიურად იყოს ჩართული. უნებრივია კომპიუტერის გარეშე თანამედროვე სამყარო არის სრულიად წარმოუდგენელი. ჩვენ აქ კონკრეტულად ვსაუბრობთ იმაზე, თამაშებზე და მე ორი პატარა შეკითხვა მაქვს გიორგისთან, ჩვენი დრო იწურება და რაც შეიძლება მოკლედ რომ მიპასუხოთ, უნდა იყოს თუ არა დაყოფილი თამაშები ასაკის მიხედვით და რა ბერკეტები არსებობს იმისთვის, რომ თქვათ 10 წლის ბავშვმა ვერ შეაღწიოს იმ თამაშამდე, რომელიც უნდა ითამაშოს, თქვათ, ცოტა უფროსი ასაკის ბავშვი. ამაზე რა თქმა უნდა დღესდღეობით ვერც ერთი ორგანიზაცია მსხვილი თუ ისეთი როგორც არის Facebook-ი და hotmail-ი, ერთ-ერთი მეილი, მაგათ პატარა ბავშვს არ შეუძლია გააკეთოს იმეილი, არ შეეძლო ყოველ შემთხვევაში და მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ ყოველთვის გამონახავს მცირეწლოვანი ბავშვი, რომ რამენად მაინც დაარეგისტრირდეს, მოგატყუებს კი, ან მოგატყუებს Facebook-ზე და email-ზე ძალიან ადვილია. მე ვამბობ კომპიუტერულ თამაშებზე თუ არსებობს რაიმე. აქ უფრო მარტივია, იმიტომ რომ შენ რეგისტრირდები, წერ მარტო სახელს, გვარს და ან და ასევე ასაკსაც თუ წერ გუთხრობ რამდენი წლის ხარ, მაგრამ იქ არ არის რომ ანუ არანაირი ბერკეტი პრაქტიკულად არ არსებობს და კიდევ ერთი შეკითხვა, რომელიც გიორგი მინდა დაგიშვათ. აი ეს დავამატებ, შეიძლება სიტყვაზე მოიგონო ბერკეტი რამე, აი პირადობის ფოწობის ნომერი ჩაწერო შეიძლება, მაგრამ ამასაც მოიწყო მამამისსაც ჩაწერს, მაგალითად, ასე რომ ბერკეტი ვერ იქნება. გასაგები, აი რატომ ვერ გახდა საქართველოში ეს ბიზნესი? ჩვენ გვაქვს სიუჟეტი, სადაც ჩანს რომ სოფლიოში ეს არის ძალიან სარფიანი ბიზნესი განვითარებულ სახელმწიფოებში. საქართველოში ეს არ არის პრაქტიკულად ბიზნესი და ამასთან მინდა დავამატო არალიცენზირებული
თამაშების თემა. პრაქტიკულად ყველა თამაში, რომელიც საქართველოში არის არალიცენზირებული. აი ამაზე მინდა ვისაუბროთ. აი ჩვენ ყავს ერთი კონკურენტი, მაგალითად პრედატორი, რომელიც იძახის, რომ მათ საქონელი არის ოფიციალური, თუმცა საქართველოში ვერ იქნება ოფიციალური საქონელი, ანუ მაგალითად Lineage სერვერი, იმიტომ რომ მისი ლიცენზია ჯდება 10-11 მილიონი წელიწადში. და წელიწადში შეუძლებელია მოხდეს სამხელო თანხის ამოღება, მარტო ამოღებაც კი. ამიტომაც ვერ იქნება ლიცენზირებული თამაში და რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც იძახის, რომ ის მათი საქონელი არის ოფიციალური, მაგალითად პრედატორის ადმინისტრაცია იძახის, რომ ეს იყო მოპარული, ეს სერვერია მოპარული ოფიციალურისგან და ესეც, ეს არ არის ჯანსაღი მიდგომა არ არის თემაზე, იმიტომ რომ თუ მოპარულია, მაშინ შენ ფაქტობრივად დამნაშავე ხარ, კრიმინალი ხარ, იმიტომ რომ საქართველო უკვე გაწევრიანებული არის კიბერდანაშაულებათა კონვენციაში, რომელიც ითვალისწინებს ეგეთ დანაშაულებებს და ეს კრიმინალია, მაშინ თუ იპარო, მაშინ ჩაჯდეთ და პირიქით იტყუები და მაინც არაკეთის სინდისიერი, ანუ ბაზარზე არაკეთის სინდისიერი გაყიდველი ხარ, ეს თქვა პროდუქტის. და სწორედაც ის რომ ანუ ყველა ცდილობს რაღაცნაირად ანუ თავისთან მოიკრიბოს ეს ანუ ეს თავის მომხმარებელი და ესე იგი, ამიტომაც ატყუებს ხოლმე შემთხვევაში ლიცენზირებული, მაგრამ საქართველოს შეუძლებელია არსებობდეს ესეთი ლიცენზირებული პროდუქტი, იმიტომ რომ ღირს ძალიან ძვირია, ასე ვთქვათ. რაც შეეხება მსოფლიო ბაზარს, რუსეთში მაგალითად სერვერები სადაც 20,000, 30,000-იანი ონლაინია, ანუ მომხმარებელი წამიერი, სადაც წამში არის 30,000 კაცი. ამ სიტუაციაში 30,000 კაცი უკვე ბევრს იხდის უფრო ვიდრე 1000 ადამიანი, 500 კაცი და უფრო ბევრად მეტი შეესდის ამ სერვერებს მოგება, ასე ვთქვათ. გასაგებია, კაპიტანი, თუ გსურთ ამის დამატება, თორემ უნდა დავასრულოთ გადაცემა დღევანდელ. უბრალოდ ვიტყოდი ერთ რამეს ასაკთან დაკავშირებით, რომ 8-9 წლის ასაკამდე ძალიან სახიფათოა, თუ კი ბავშვი არის ჩართული ასეთი ტიპის თამაშებში. განსაკუთრებით სახიფათოა, იმიტომ რომ ფაქტობრივად აქ ხდება დასწავლა. არა, მე ვიცახი 8-9 წლის ასაკამდე, გინდაც 2 წლიდან დაიწყოს და გინდაც 3 წლიდან. ოჯახებითაც თამაშობენ. ოჯახებითაც თამაშობენ. აი განსაკუთრებით აი ამაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. 8-9 წლის ასაკამდე არის განსაკუთრებით, რომ ის პირდაპირ სწავლობს ამ ტიპის ქცევას, ის პირდაპირ სწავლობს აი ამ ტიპის ურთიერთობას სხვა ადამიანებთან. რაც შეეხება უფრო მოზარდობის ასაკს, იქაც თუ არ არის ძალიან სერიოზული კიბერდამოკიდებული ბავშვი და ის უბრალოდ არის ამის მომხმარებელი, იქ ასეთი საზიანო უკვე აღარ არის და რაღაც მომენტში შეიძლება ასე ვთქვათ, აგრესიისგან განმუხტვის საშუალებაც კი იყოს ეს ყველაფერი. ამიტომ ყურადღებით უნდა ვიყოთ განსაკუთრებით 8-9 წლის ყველაფერი ამ პრევენცია რომ მოახდინოთ ესეთი დამოკიდებულების თუ თამაში და ასევე უარყოფითზე გავლენის, ოდესაც ჩვენ თავაზობთ პროდუქტს რომ ადამიანებს არ ექნებათ აი ეს ეწოლა რომ იყიდონ, ვერ იყიდიან და ასევე აი შავი მარკეტი, რომელიც შავი ბაზარი, რომელიც არსებობს, ეს იქნება მაქსიმალურად შეზღუდული, იმიტომ რომ მოთამაშეებს ექნება საშუალება, რომ თვითონ გაყიდონ, ჩვენი მეშვეობით გაყიდონ, ჩვენი ვალუტა გვაქვს უკვე შემოღებული მათთვის, რომ გაყიდონ ეს ნივთები და შემდგომ გაანაბდონ აღთ ფულზე ჩვენთან, მაგალითად ასევე მათი მოგება, რაც დაიხარჯება ჩვენ სერვერზე, მათ მიერ იქნება ისევ მათი და მოხმარდება ისევ პროექტებს, როგორც ჯანსაღი ცხოვრება, ეს ამ თავარი და სწორედაც თუ როდესაც ვიძახით, როგორ ავიცნოთ თავიდან ეს ყველაფერი ამ მშობლებმა უნდა თვითონ მშობლებმა და მომხმარებელმაც უნდა იპოვნოს უკეთესი თავის რეალიზებასაც შეეძლებს. გასაგებია, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და საინტერესო საუბრისთვის. დღევანდელი ჩვენი გადაცემა ამით დასრულდა. შევხვდებით ერთმანეთს მომავალ შაბათს საღამოს 9 საათზე პირველ არხზე. ნახვამდის.